ჩვენ პირველივე დღეს ვთქვით, რომ არ გავხდებოდით მონაწილე გაყალბებული არჩევნების შედეგად იმ პარლამენტისა, რომელი პარლამენტიც ფაქტურად კონსტიტუციური გადატრიალების გზით ქართულ მოოცნებამ ხელში ჩაიგდო. ფიზიკურად მართავს და არა სამართლებრივად და კონსტიტუციური პრინციპების გათვალისწინებით ქართული ოცნება დღეს საქართველოს პარლამენტს. ჩვენ მე პირადად და ჩემი გუნდის წევრებსაც ეს მოლოდინი გქონდა და მოლოდინთან ერთად სურვილიც ცხადია. ჩვენ თავიდანვე თანმიმდევრულები ვართ, ვამბობთ რომ არ ვიღებთ დაფინანსებას და არ მივიღეთ დაფინანსება. პირველები ვიყავით, ვინც დაწერა განცხადება და ვთქვით, რომ ვარს ვამბობთ ამ მანდატზე და ასევე ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ვთქვით, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას რაიმე სახით ქართული ოცნების პროპაგანდამ გამოიყენოს ის, რომ თითქოს ლეგიტიმაციას შეძინოს იმ ეგრეთ წოდებულ პარლამენტს, რომლის წევრებიც თითქოს თავს თვლიან ახლა ქართული ოცნების წევრები, რომლის წევრებადაც თავს თვლიან ქართული ოცნების წევრები. პირველ რიგში არ მივცემდით ქართულ ოცნებას იმ და მათ პროპაგანდას იმის საშუალებას, რომ დაეზიანებია ის პროცესი, რა პროცესით საქართველოში უკვე ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს. ტკიცე, უწყვეტი პროტესტი და ხალხის და საზოგადოების ის მოსაზრება, რომ ისინი ითხოვენ ახალ არჩევნებს და ისინი ითხოვენ ძევლების განთავისუფლებას. რაიმე სახით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ლეგიტიმაციის მინიჭება ამ პარლამენტისთვის იქნებოდა პირველ რიგში შეურაცხყოფა იმ პროტესტისა, რა პროტესტის მიმდინარეობს და ასევე შეურაცხყოფა იმ ძევლების, რომელიც ქართულ ოცნებას ყავს აყვარელი. ჩვენ ამ პროცესში, პოლიტიკურ პროცესში. თქო, რატომ ახლა როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა ოცნებას იქამდეც ქონდა, ეს არის აქტუალური კითხვა ამ საკითხზე და გადავიდეთ შემდეგ თემაზეც, ხომ? ახლა გადაწყვიტა ეს საკითხი. როგორ ფიქრობთ, ეს რისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული, რადგან რაღაც რეპრესიულ, ასე ვთქვათ, რეპრესიებთან დაკავშირებით რაღაც ქართული ოცნების სენტიმენტებზე მე მგონი საუბარი ზედმეტიც არის, ხო, ჩვენი მაყურებლის წინაშე. რა სიტყვით? ამის შემდეგ უნდა მოემზადოს თითოეული თქვენგანი. არ გამოვრიცხავ, ჩვენ ამისთვის ისედაც მზად ვართ. ქართულ ოცნებას არ ჭირდება სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ მიმართოს სხვადასხვა სახის რეპრესიებს. ჩვენ ნახეთ, ხო, პოლიტიკურ პარტიის წევრებზე, ლიდერებზე ფიზიკური თავდასხმა, ჩვენ ნახეთ გამოგონილი ბრალით ადამიანების დაკავება და მათ შორის პოლიტიკოსების დაკავება. ეს ქართული ოცნებისგან არ არის გამორიცხული და ამის მოლოდინიც არსებობს. ერთადერთი ინსტრუმენტი, რაც ქართულ ოცნებას დარჩა, ეს არის ძალადობა და ადამიანების ძევლად აყვანა. მე მინდა ესეთი რაღაცა ვთქვა, რომ როდესაც ავტორიტარული რეჟიმები გადიან სამართლებრივი და კონსტიტუციური წესრიგიდან რაღაც ეტაპზე, მათ შორის რუსეთშიც, ბელარუსშიც რჩება პოლიტიკური თამაშის წესები. შუა საუკუნეებშიც კი თავი დავანებოთ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებს. შუა საუკუნეებშიც კი რჩება პოლიტიკური თამაშის წესები. რა არის ეს პოლიტიკური თამაშის წესები? რომ შენი ოპონენტის ოჯახს არ შეეხო, რომ როგორც ბატონ გახარიას მოექცნენ, ხო? 10 ერთზე დეპუტატები თავს დაესხნენ. შენ ოპონენტს, ისი ვინ შენი ოპონენტი იყოს, მოპარვით ფიზიკურად თავს არ უნდა დაესხა. ან მაგალითად თანამებრძოლები მძევლად არ აიყვან. მაგრამ ჩვენ გვყავს დღეს პოლიტიკური პარტია საქართველოში, მე მათ მმართველ პარტიას ვერ დავარქვევ, იმიტომ რომ კონსტიტუციური გადატრიალების გზით ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება, რომლებიც ყველანაირი სამართლებრივი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არიან გასული და ამაზე ეხლა მე არ გავაგზავნებ ბევრ საუბარს, დაწურებულად თქვენ ეთერში არაერთხელ არაერთ სტუმარს უთქვამს. ყველანაირი პოლიტიკური თამაშის წესებიდან არიან გასული და ის თქვენი შეკითხვა რაც არის, რას ველოდებით, შეიძლება ველოდებოდეთ ყველაფერს და ამ ყველაფერს ქართული ოპოზიცია და ის ოპოზიცია, რომელიც თანმიმდევრული და პრინციპულია. ოშოთოში ამ ტიპი ანუ რეპრესიების წაღლის შერბილებას ნამდვილად ვერ დაელოდებით, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებას ეს არ ემსახურება ამ საკითხს. ორი წანდებით იჭერენო ბრვავე ადამიანსო ირაკლი აბესაძე ლაპარაკობდა დღეს პირველების ეთერში და ორივე წანდება არის ტყუილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იქ თურმე წერია ბრალის დადგენილებაში, რომ აქციის სხვა პირებიც მონაწილეობდნენ ამ პროცესში, ამიტომ ეს კიდევ უფრო გაფართოებას შეიძლება თვალისწინებდეს ეს გამოგონილი ბრალია. ამაზე რა სიტყვით? გამოგონილი ბრალია, გამორიცხულია, რომ ამ ბრალით ადამიანები ციხეში იმყოფებოდნენ, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს რეალობაში ეს ქართულმა ოცნებამ შესაძლებლობა დაუშვა. არავის არანაირი განზრახვა არ ქონდა მით უმეტეს რაღაც მოლის მიმდებარე შენობის სტრატეგიულ ობიექტად გამოცხადება და მიმდებარე ტერიტორიის მით უმეტეს ბლოკირების ან სურვილი ან мотиваცია
მაგრამ სამართლებრივ საკითხებში შესვლას მე ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს. შეუძლიათ ყველა ადამიანი ხვალ უბრალოდ მივიდნენ და დააკავონ გამოგონილი ბრალდებით. ეს არის მათი ხელწერა და ერთადერთი ინსტრუმენტი, რაც მათ დარჩა. დააპატირონ ან იძალადონ ადამიანებზე. სხვა ინსტრუმენტი მათ არ აქვთ. ისინი შევიდნენ იმ ასე ვთქვათ სპირალში, სადაც უკან დახევის გზაც არ რჩებათ მათ. ანუ მათი პროპაგანდა მე ვფიქრობ, რომ გამართულად მაინც ვერ მუშაობს. ერთადერთი არის შიშის დანერგვა და შიში და ხშირ შემთხვევაში უიმედობა არის ძალიან ცუდი მეგობარი გამბედაობის. და ერთადერთი რასაც ემღაუჭებიან ახლა არის ის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი მათ შორის ჩვენი პოლიცსაბჭოს წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი არის ჩემი მეგობარი, თანამებრძოლი, არის დაკავებული სრულიად უმიზეზოდ ის საერთოდ არ იმყოფებოდა იმ მონაკვეთზე, რომელსაც რაღაცა ხო, აი ეს ნაწილი გამოვიტანეთ ჩვენ საგულისხმოარი, რასაც ამბობს ადვოკატი მასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ვიდეო მტკიცებულება, აი ვნახოთ სასამართლოზე რა მოხდება, თუ შეიძლება რამე განსხვავებული მოხდეს იმ პროცესებიდან, რაც ჩვენ ვნახეთ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ბიძინაშვილს პოლიცია გზის არასავალი ნაწილიდან იძულებით აგდებს სავალი ნაწილისკენ, იმისთვის რომ ის დადგეს შუა გზაზე და შემდეგ იმუხლით გასამართლდეს, რომლითაც ბრალდება მას ეიდავება. ზუსტად ეგრე იყო ბიძინაშვილის შემთხვევაში, იმიტომ რომ ნაწილი ჩვენ არასავალ ნაწილზე ვიმყოფებოდით, მათ შორის და ასევე იქ არის პატარა გზა პანდუსი, რომელიც სხვაგან უხვევს და ვაპირებდით იმ ტერიტორიიდან წამოსვლას მსვლელობით, პოლიციასთან ეს შეთანხმებული იყო და პოლიციისგან იყო ეს ნებართვა აღებული, ანუ მთლიანად მოუშორდებოდით იმ ეგრეთ წოდებულ რაღაცა, რომ მოიფიქრეს სტრატეგიულ ობიექტს. მაგრამ ბიძინაშვილი ხელისკვრით დატოვეს მეორე მხარეს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ის არ იყო სავალ ნაწილზე. ყოველ შემთხვევაში არ ვიცი, ახლა გულწრფელად გითხრათ კიდევ ერთხელ გამეორდები, არც კი ვფიქრობ, რომ სამართლებრივ რაღაც მტკიცებულებების ნაწილში ამათა შესვლას აზრი არ აქვს. ესე დამიზნებით აკავებდნენ ან სცემდნენ ადამიანებს, უпроსტად დამიზნებით და არჩევით. აქედან გამომდინარე, მე არ ვფიქრობ, რომ ეს ასე ვთქვათ, რაიმე მტკიცებულებების ნაწილში არსებითად აზრი აქვს ამაზე მსჯელობას. მე უბრალოდ ერთი რაც დიმა ბიძინაშვილი აი რას ცulis დიმასთან დაკავშირებული ამბავი იგივე სხვებთან დაკავშირებით რაც მოხდა ის მძიმე კადრები რაც ნახა ზედმიწევნი ჩვენმა მაყურებელმა პროტესტისთვის როგორ ფიქრობთ და აი ეს მუხტი რაც არის ამ დროისთვის შენარჩუნებული და წარმოუდგენელია ხოლმე რამდენი დღეა უკვე იცი საზოგადოებამ ადამიანები უწყვეტ რეჟიმში იკრიბებიან როგორ ფიქრობთ მათ შორის აი პირველი მოსმენით იგეგმება იმ რეპრესიული ეს არის სტრატეგიული ობიექტი აი შეგიძლიათ ნახოთ აი საერთოდ სხვა გზაა, სხვა მიმართულებაა და აქ დააკავეს ადამიანები, შეგიძლიათ ნახოთ ეს ნაწილი, სრული სიგიჟე და სრული პანიკა, სრული არა თანმიმდევრული ქმედებები, სხვათა შორის, იმიტომ რომ პოლიციის ხელმძღვანელები, თუ შეიძლება მათ პოლიცია ეწოდოს, ნაწილი ამბობდა, რომ თქვენ შეგიძლიათ ადგილი დატოვოთ, მარშით გაემგზავროთ, სადაც გინდათ, სრელობით რაღაც კონკრეტულ გზას დაგითმოთ. აქ არ არის საუბარი იმ მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ზუსტად 10 წუთში საპირისპიროდ მოიქცნენ. ამოუშვეს ნიღბიანები და გაუსწორდნენ ფიზიკურად იმ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ სავალ ნაწილზეც კი არ იყო. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ერთადერთი ინსტრუმენტი რაც აქვს ქართულ ოცნებას ეს არის დაშინება და დაჭერები, რაც ჩემი აზრით კიდევ უფრო გააბრაზებს საზოგადოებას, ვინაიდან ისეთ რეალობაში ვართ, რომ ჩვენ პოლიტიკაში ყოფი ადამიანები ჩვენ ვაცნობიერებთ მათ შორის პასუხისგებლობას და ვაცნობიერებთ იმ რისკებს, რა რისკების წინაშეც იმყოფება საზოგადოების თითოეული ნაწილი და არ მინდა ამ შემთხვევაში გამოვყო პოლიტიკოსები, ვინაიდან პოლიტიკოსებთან ერთად ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ნორმალური მომავლისთვის ბევრი ადამიანი იბრძვის, ბევრი ადამიანი არის წინააღმდეგობაში და რაც მთავარია, აი ქართული ოცნება იგონებს რაღაც რეგულაციებს. ხო, ეს ხო მოგონებული რეგულაციაა, როგორ შეიძლება იმ ტერიტორიაზე რაიმე სტრატეგიული მნიშვნელობა კონდეს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას, ხო? თუ მასზე რაღაც სამხედრო ბაზა ან ასე შემდეგ არ არის. მაგრამ ქართული ოცნება იგონებს ისეთ ასე ვთქვათ სამართლებრივ რეგულაციებს, არალეგიტიმური, არაკანონიერი, არაკონსტიტუციური ხელისუფლება, რომ შემდეგ ეს გამოიყენოს საკუთარი ოპონენტების დასჯისთვის. საბოლოო ჯამში ეს აუცილებლად დასრულდება სიმართლის გამარჯვებით და ეს აუცილებლად დასრულდება ქართული ხალხის გამარჯვებით. გამორიცხულია სხვაგვარად. გამორიცხულია მოქალაქეებს უსწორდებოდე ფიზიკურად და ეს ხმა მოქალაქეებში არ აჩენდეს დამატებით мотивაციას წინააღმდეგობისა.
წინააღმდეგობა უნდა გააგრძელდეს, მტკიცე და უწყვეტი პროტესტი უნდა გააგრძელდეს, პროტესტმა უნდა მიიღოს სხვა ფორმები, მათ შორის ეს შეიძლება იყოს გაფიცვა და სხვა კანონით დაშვებული ფორმები, ასევე უნდა გააგრძელდეს ლეგიტიმაციის არ შექმნა როგორც ქვეყნის, ასევე ქვეყნის გარეთ. მადლობა მათ, რომ ფაქტურად ხელი შეუწყეს ამ პროცესს და სულად ორი პარტია დარჩა. ხო, ეხლა ოფიციალურად ჯერჯერობით, როგორც თვითონ ამბობენ, თორე ჩემი აზრით ეს პარლამენტი საერთოდ არ არის ლეგიტიმური. დარჩა ქართული ოცნება და გახარია საქართველოსთვის. მათი აზრით, ხო, მათი ის ხალხის ზალაც საერთოდ არ ვთვლი პარტიად, ხო, ეს რაღაცა მეტასტაზი ქართული პოლიტიკის, რომელიც არის ასე ვთქვათ, სუფთა განაყოფი რუსული, განაყოფი ქართული ოცნების. აქედან გამომდინარე ფიქრობ, რომ ისინი ვერ შეძლებენ იმ ამოცანების შესრულებას, რა ამოცანებიც მათ აქვთ. ვერ მოახდენენ საზოგადოებაში დაპირისპირების შექმნას და ვერ შეძლებენ იმას, რომ ოპოზიცია არ იყოს თანმიმდევრული და პრინციპული. კოალიცია ცვლილებისთვის იქნება თანმიმდევრული და ჩვენ ყველა ნაბიჯზე, ყველა ეტაპზე ვიყავით თანმიმდევრულები და ვიქნებით წინა ფლანგზე, წინააღმდეგობის ბრძოლაში. არასდროს ჩვენ არ ვიქნებით ცალკე საზოგადოებისგან, როგორც რიგითი წევრები და ასევე როგორც პოლიტიკოსები, როგორც პასუხისგებლიანი პოლიტიკოსები, რომლებიც უნდა იღებდნენ ადგილზე მათ შორის და პოლიტიკურ პროცესში, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ხო, ჩვენ უთხარით მაყურებელს უკვე რომ აი რეპრესიული კანონმდებლობის და ცვლილებების განხილვა ეს დაწყება იგეგმება და აი პაპუაშვილის კომენტარია, რომელმაც ილაპარაკა მანდატების შეწყვეტის საკითხზე და ვერ დავუშვებთო ხალხის ნების გათელვას ფეხქვეშ და თქვა რომ სამართლიანად გიპასუხათ ყველაფერზე აი ამ გადაწყვეტილებით, რომელიც ქართული ოცნების პარლამენტმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ამას რას უპასუხებთ? ხო, მე არ ვიცი პაპუაშვილი რომელი ქართული ხალხის ნებაზე საუბრობს, რომელი ხალხის ნებაზე, რომელსაც ევროინტეგრაცია უნდა და მათ ეს შანსი, ისინი ცდილობენ რომ ეს შანსი მოუსწრონ, რომელ ქართული ხალხის ნებაზე საუბრობს, რომელსაც უნდა სამართლებრივ სახელმწიფოში იცხოვროს და მათ ფაქტურად მოუსწრეს ეს შესაძლებლობა, რომელი ქართული ხალხის ნებაზე საუბრობს, რომელსაც უნდა რომ ამ ქვეყანაში იყოს სამართლებრივი და კონსტიტუციური წესრიგი და მთლიანად მიიწასეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და დღეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის არალეგიტიმური. ან ვიზზე საუბრობს, ოდესაც საერთოდ მათ არც ერთ მომენტში, არც ერთ წამში ქართველი პროტესტანტების, ქართველი მომიტინგეების და საზოგადოების ინტერესი არ გაუთვალისწინებია და ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ბრძოლის ნამდვილად ახალი ეტაპი, ამას თავისი სირთულეები ახლავს თან, მათ შორის საბიუჯეტო დაფინანსების არ მიღება და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ საბიუჯეტო დაფინანსების მიღება ქართული ოცნებისგან იყო შეცდომა და ეს იყო შესაძლებლობა პროპაგანდისტვის, რომ აი ისე თქვა. დღეს მათიკაშვილს თუ უსმინეთ და სხვა მათ წევრებს ამბობენ, რომ აიო კი ფულსაც იღებენო რაღაცა, მაგრამ აი გადავწყვეტო საღამოს როგორ მოვექცევითო. და აი ესე ფულს იღებენ და გადავწყვეტ საღამოს. როგორ საღამოს ალბათ გულისხმობდა ამ დროს 3 საათს, 2 საათს, 20 საათის გადაწყვეტილება მიიღეს. აქედან გამომდინარე, ეს იყო შეცდომა და თანმიმდევრულობა იქნებოდა აუცილებელი, მაგრამ საბოლოო ჯამში ახლა მთავარია კოორდინაცია და ვინც ამ კოორდინაციას ხელს შეუშლის, ჩემი აზრით, ის უნდა ითქვას ხმამაღლა. დღეს გვაქვს მოცემულობა. 3 პროდასავლური პოლიტიკური პარტია, ეს არის კოალიცია ცვლილებისთვის, მისი შემადგენელი პარტიებით, ახალი გირჩი დროა, ლელო და მისი იგივე კოალიცია, საკუთრივ შემადგენელი პარტიებით და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი კოალიცია, მისი იგივე შექმნილი კოალიცია თავის მხრივ შემადგენლობით რა პარტიებიც მათ და როგორი ინდივიდუალური წევრები შეუერთდნენ, ეს 3 პროდასავლური ოპოზიცია დღეს ცხადად ქართულმა ოცნებამ ღიად მათ აი თქვენ რაც თქვით, გამოიყვანა სრულად, ასე ვთქვათ, პირველ რიგში მადლობა მათ, რომ ეს დაჩქარებულად გააკეთეს, ჩვენი მოთხოვნა და სურვილი ეს იყო. მაგრამ ქართულმა ოცნებამ თქვა მათ შორის, რომ ის დაიწყებს რეპრესიებს. ეს რეპრესიები იქნება გამომდინარე იმ ასე ვთქვათ, შესაძლებლობები და რა შესაძლებლობას ჩვენ მივცეთ. თუ პროტესტი იქნება მტკიცე, პროტესტი იქნება მრავალრიცხოვანი, მათ ექნებათ ნაკლები შესაძლებლობა, რომ ასე ვთქვათ, გადავლენ თავდაცვის მდგომარეობაში. თუ პროტესტი იქნება ნაკლები მასშტაბის, თუ კოორდინაცია იქნება ნაკლები მასშტაბის ოპოზიციაში და ამsom კოალიციას გულისხმობ პირველ რიგში
თუ ნაკლები მუშაობა იქნება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ქართული ოცნება იქნება უფრო მეტად აგრესიული, უფრო მეტად ხისტი, ვინაიდან რითაც დავიწყეთ დღეს თქვენთან საუბარი, ქართულ ოცნებას დარჩა ერთადერთი ინსტრუმენტი, ეს არის ძალადობა და შიშის დანერგვა საზოგადოებაში და ძალადობა ლიდერებზე. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქართულ ოცნებას ეს არ გამოუვა, ვინაიდან ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ქართული ოცნების პროპაგანდა გლობალური ომის პარტიის შესახებ, ქართული ოცნების პროპაგანდა, რომ თითქოს ვიღაცა მართავს საქართველოში გარედან პროცესებს, ქართული ოცნების პროპაგანდა, რომ თითქოს საზოგადოებას, ასე ვთქვათ, მასონები საზოგადოებას შეცდომაში შეყავთ მასონებს და ასე შემდეგ. ეს იგიჟეები სრულიად არ მუშაობს, მაგრამ ქართული ოცნება მშვენივრად იცის ვისთვის აკეთებს ამას. აკეთებს იმას, რომ ერთპარტიულად ხელისუფლება ჩაიგდოს ხელში. მოთხოვნა არის ორი, ახალი არჩევნები და მძევლების განთავისუფლება. ამის შემდეგ შეიძლება აღდგეს შესაბამისი პოლიტიკური პროცესი. სხვა შემთხვევაში ჩვენ ქართულმა ოცნებამ ფაქტურად ჩაგვაგდოს საგანგებო მდგომარეობაში და იმ კრიზისში, რომელი კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობები თითქმის უკვე აღარ არსებობს და მხოლოდ ერთ ჯგუფზეა დამოკიდებული. ეს არის ქართული ოცნება. დიდი მადლობა თენგო, დაგემშვიდობები, ეს იყო